სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არს ღმერთი. დღეს ეკლესია ჩვენი სახარებიდან შეგვახსენებდა როგორ განიკურნა ორი ბრმა, ორი უსინათლო ადამიანი, მაგრამ სანამ ამ სახარებაზე ვიტყოდეთ, არ შეიძლება რომ იმ მრავალ წმინდათა შორის, რომელიც იხსენიებიან და დღეს ლოცულობენ ზეცაში მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის და მთელი სამყაროსთვის და თითოეული თქვენთაგანისთვის, ვინც მათი ხსენების დღეს მობრძანით და განადიდებთ ღმერთსა მათგან განდიდებულს და მათგან მეოხებას ითხოვს, მათ შორის მინდა გამოვყო სისოი დიდი, მეხუთე საუკუნის უდაბნოს მნათობი, დიდი სიწმინდე, 60 წელი უდაბნოში, არაბეთის უდაბნოში მოღვაწეობდა და ანტონი დიდის გამოქვაბულში იყო. ეს გამოქვაბული მაღალ მთაზეა, 1100 საფეხური უნდა აიარო, რომ ამ გამოქვაბულში შეხვიდე, ვიწრო შესასვლელია და სულ მცირე ადგილია. გაუჭირდება ადამიანს თავისუფლად ყოფნა. მე ვყოფილვარ იმ უდაბნოში და რამდენიმე საათი გძნელია ყოფნა. იმ კელიაში ლოცვა ძლივს უნთქავდი იმ სიცხეში. უწმინდესი პატრიარქი იგონებდა ხოლმე, რომ როცა წავედითო ალექსანდრიის პატრიარქმა წაგვიყვანაო, მანქანიდან გადმოვედით, კონდიცირებაა მანქანაში და სწრაფად ჩავსხეთ, რომ არ გავგუდულიყავით, უხაერობა იყო. აი ესეთი რთული რეგიონში მოღვაწეობდა და ასეთ რთულ ადგილას, ღრმა უდაბნოში, სრულ უნუგეშობაში. დღეს ადამიანი სულ კომფორტს ეძებს და როგორ მოიწყოს ცხოვრება აღარ იცის. ტექნიკამ წაიღო ყველაფერი. ადამიანი აღარ ცხოვრობს, არსებობს ადამიანი. მის ცხოვრებას ცხოვრება აღარ აქვია, არსებობს ადამიანი. ცხოვრება უფრო სხვა რამეა, როცა სანთელივით ანთია და სხვას უნათებს. აი ეს არის ცხოვრება. და ისე დიდ სიწმინდეს და სიმაღლეს მიაღწია ამ დიდმა სიმდაბლემ, რომ მკვდართა აღმდგენელი იყო. ერთ-ერთი ადამიანი წამოვიდა უდაბნოში შვილთან ერთად, რომ გაიგო, რომ ასეთი დიდი სიწმინდე იყო, მისგან რომ ლოცვა კურთხევა აიღო და დალოცვა და გზაში შვილმა ვერ გაუძლო ამ მდგომარეობას, დაავადდა და გარდაიცვალა. არ ჩავარდა სასწარკვეთილებაში, ეს მკვდარი შვილი წაიყვანა სისოი დიდის კელეში და რო შეხვალ კელიაში კლდის ნაპრალი ღრმად უნდა გაიარო და იქ ბნელა და დაიჩოქა მის წინაშე და შვილის მის წინ დაასვენა. ეგონა სისოი დიდსა უფალმა არ გაუცხადა დაფარა მისგან, რომ ეს ჩაძინებული იყო. და რა გინდაო კითხა და ლოცვა კურთხევა მინდა და მეოხება ღვთის წინაშე, რომ ჩემთვის ილოცო. და ილოცა რა თქმა უნდა და დალოცა და ადგა ეს კაცი გამოვიდა და სისოი დიდი ეუბნება ადექი ყრმაო და გადიშენცო. და საკვირველება მოხდა დიდი და მიუწვდომელი ადამიანის გონებისა, სული უკან დაუბრუნდა სისოი დიდის სიტყვების და ესეც გავიდა. და შემოვიდა მამა გახარებული და მოუყვა ესაო, გარდაცვლილი იყო და შენმა სიტყვებმა აღადგინა და ევედრა წმინდა სისოი დიდის, რომ ჩემ სიცოცხლეში არავის არ უთხრაო, ფარავდა თავის სიწმინდეს და სასწაულ მოქმედებას. დღეს ადამიანი არ არის რაღაცა და სხვას აჩვენებს იმათ თავს, რაც არ არის. ვაი მასო, ვისი სახელიცო საქმეებზე დიდიაო, ასე წერენ. ვაი მას, ვისი სახელიც ვის საქმეებზეც დიდია. ნამდვილი დიდებიც ვინც იყვნენ, ისინი ფარავდნენ. სიმდაბლეს ეძებდა და სიმდაბლეს ასწავლიდა ყველას. ერთმა ცოდვამ ამპარტაონებამ დედამიწაზე დასცა და უფსკრულში ჩააგდო ანგელოზი ნათლისა. ეშმაკათი აქცია ერთმა ამპარტაონებამ და მამები ამბობენ, რომ
ერთ სიმდაბლე შეუძლია ერთ სათნოებას შეუძლია ადამიანი აიყვანოს სასუფეველში. ისეთი დიდია თამდაბლობა, მერთმა მოგმადლოს ეს თამდაბლობა და ამბობ ეკითხებოდნენ რომ როგორ ვისწავლოთო თამდაბლობაო. ეცადეთო რომ თავი არ გამოიჩინოთო, ყველაზე მდაბლა დააყენე თავიო, ყველა შენზე უპირატესად მიგაჩდეთო. ცოტა ილაპარაკეთო. ერთი პირი აქვს ადამიანს და ორი ყური. ესე იგი ბევრი უნდა მოისმინოს და ცოტა უნდა თქვას. ერიდე თავის გამოჩენას. ამბობდა სისოი დიდი, იმიტომ რომ დაბალთა მოვცე მადლსო უფალი ამბობს. რომელმან დაიმდაბლოს თავისთვის ის ამაღლდეს. სხვანაირად არ ამაღლდება კი ამ წუთის სოფელში. მიიღებ დიდებას, მაგრამ მარადიულ დიდებას, ღვთის დიდებას დააშორდება ადამიანი. უფალი ამბობს, მადიდებელი ჩემი ვადიდოო. ღვთისგან მოცემული დიდება არ ჯობს წარმავალ კაცთაგან მოცემულ დიდებას. ქრისტეს ოსანას უგალობდნენ და 5 დღეში ჯვარსაციო დაიყვანეს. სისოი დიდმა იცოდა სიმდაბლის ფასი. და ამიტომ მარადის ის სიმდაბლესა და უბრალოებას ეძებდა. და რო არ გავაგრძელო დიდად, აი მაგალითად ერთი მივიდა და ეკითხა, მამაო რა ვქნაო? თუ შევცოდო 1 წელი მოვინანიო, არაო ბევრიაო, 9 წელი, ეგაც ბევრიაო, 40 დღე, ეგეც ბევრიაო. აბა რამდენი დღე უნდა ვინანიო? თუ მთელი სულით მოინანიებო, შემოსვლილი გულით, ფალი 3 დღეშიც მოგიტევებ ცოდვასო. მე მწამს ჩემი ცოცხალი ღმერთისო. მოწყალე ღმერთის წამსო. სასწარკვეთილებაში არასოდეს არ ჩავარდე. უფლის იმედი არასოდეს არ დაკარგო. სისოი დიდი გვასწავლე და ეს დიდი სიწმინდე და სიმაღლე. და მე რა მოხდა, აი მრავალი ღვაწლი ქონდა ამას რა მოყვება მის ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, გასაოცარი იყო და ხანდახან ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელი დღეს 21 საუკუნეში როცა ესეთი რაციონალური გახდა ადამიანი ხშირად ვერ იგებს საღვთოს დიდსა და დიდებულს. მხოლოდ გონებით უნდა რომ გაიგოს და ავიწყდება რომ რწმენასაც უნდა ჰქონდეს მის ცხოვრებაში ადგილი. ყველაფერს ლოგიკა ვერ ახსნის. და მოკლედ აი მოვიდა მისი გარდაცვალების ჟამი და სახე გაუნათდა და ვკითხეს რომ რა ხდებაო მამაო და ანტონი დიდი მოვიდაო. შემდგომ უფრო გაუნათდა სახე და აიო წინასწარმეტყველებიც მოვიდნენ მერე მოციქულები და მერე დაუწყო ვიღაცას საუბარი და ვის ესაუბრებიო ანგელოზები მოვიდნენ რომ წამიყვანონო. ანუ მისი სული ისეთი წმინდა იყო რომ ზეცა ჩამოვიდა მიწად რომ მისი უკვდავი სული ზეცაში წაებრძანებინა. ეს ეხვეწებოდა არ წამიყვანოთო და რატო ეუბნებიან მოწაფეები და ბებედრებიო არ წამიყვანონ, იმიტომ რომ მეო ჯერო სინანულიც არ დამიწყიაო. წარმოგიდგენიათ ადამიანი რამდენ საშინელებას ჩაიდენს 10 კაც რო ეყოფა წასარწმედა და იმის მონანიებაც არ უნდა. და ეს უდავნოში მოღვაწე ადამიანი იძახდა რომ ჯერ მეო კიდევ ბევრი უნდა ვიტიროო ჩემ შეცდომებზე. რატომ ეს წმინდანები ძალიან დიდ სიწმინდეს ღმერთს რო უახლოვდებოდნენ, ღმერთი სიწმინდესთან მოუთხრობელ სიწმინდესთან მიმართებაში თავს უწმინდურად გრძნობდნენ. პატარა ნამცეცი მტვერიც რო დაინახო სულიერი გაგებით სულზე ისიც ძალიან აწუხებდა. ეხლა კაცის მკვლელები არიან, შვილის მკვლელები აბორტითა და 1000 ცოდვის მკვლელები ვართ და არ გვაწუხებს. სისოი დიდი ემევდა რომ არ წამიყვანო ჯერ უნდა ვიტიროო ჩემი ცოდვები. და მე ზესავით გაუხდაო სახე და უფალი მოვიდა თვითონ ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე და ასეთი რამ წარმოთქვა უფალმა მოვედო ჩემთანო მადლით სავსე ბარძიმო და მისი სული უფალმა თვითონ წაიყვანა ზეცა. აი შეგვეციოს სისოი დიდი სულის ხსნასა და გადარჩენის გზაზე. შეგვეციოს რომ თამდაბლობა მოიპო და ეს ყველა პატივსა და დიდებას ვეძებთ და თამდაბლობა როგორც უსარგებლო ნივთი სადღაცაა მიგდებული, არც საინტერესებს ადამიანს, არც მნიშვნელოვანია.
არც მისი მომძიებელია, არც მისი მოსურნია ადამიანი. ხოლო დიდებასა და პატივს ეძებდნენ ადამიანები და ის ვინც დიდებასა და პატივს გაექცა, უფალმა ყველაზე მეტად ისინი განადიდა და აღამაღლას ეცადა. წმინდა ისისოს დიდის ლოცვებით უფალმა დალოცოს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ხალხის ცხოვრება, რომ უფალმა თავისი მადლით აღავსოს და ჩვენ შევძლოთ ჭეშმარიტი ქრისტიანობა, სიმდაბლე ვეძებოთ. ყველაფერი კარგია, იმ ერთი მამა ამბობს, რომ ეშმაკმაო შეიძლება მარხვაში გაგზარდოს, შეგეწიოს, რომ ძალიან იმარხულო, ბევრი ილოცო, შეგეწიოს, რომ მოწყალე გახდე. რატომ? იმიტომ, რომ შეიძლება შენი ქველი საქმეებითაც კი ამპარტავნო, გამოაჩინო, გამოამზეო, რან შიგნით კონდეს ეს სიამაყე. თამდაბლობაში არ დაგეხმარება ეშმაკი, სხვა ყველაფერში კი. და ამიტომ როგორ უნდა გავიგოთ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ღვთის ადამიანია, თუ თამდაბალია, ნამდვილად თამდაბლობას თუ ეძებს. ამიტომ ხშირად ესე იგი ადამიანს საკუთარი ქველი საქმეებიც კი აამპარტავნებს. ეს წარწმედავია. და არ შეიძლება ორი სიტყვით არა ვთქვათ დღევანდელ სახარებაზე. ორი ბრმა მისდევს უფალს. იცით, როცა ადამიანს სიბრმავე აქვს, სმენა ძლიერდება, ერთის ხარჯზე მეორე ძლიერდება. გაიგონეს, რომ უფალი მოდის, გაგებული აქვთ მის სასწაულებზე და არ უნდათ ეს ბრმად ყოფნა. და მისდევენ უფალს და მის ძახია რომ გიხსენი ჩვენო იესო ძეო დავითისაო. ესე იგი იმ დროს ეს რო გეთქვა ნიშნავდა რომ მაშინდელი საზოგადოება რომელსაც არ მიიღო ქრისტე და არ აღიარა მესიად და მხსნელად და გადამრჩენელად და ღმერთად, აი ამ ბრმა ადამიანებმა იცნეს მასში მესია და მხსნელი და გადამრჩენელი. და რო შევიდა ერთ-ერთ სახლში უფალი, მივიდნენ და უფალმა კითხა რომ წამთო რომ ეს შემიძლია თქვენი გამკურნებაა და მათ დაუდასტურეს რომ კიო. ანუ გწამს რომ შენ შეგიძლია. ხშირად ჩვენ თავს თუ დავინახავ, შეიძლება ითხოვ, მაგრამ ბოლომდე არც კი გჯერა, არც კი გწამს. ამათ უთხრეს გწამს რომ შენ შეგიძლია რომ გავკურნო. შეახო უფალმა თვალებს და განიკურნენ დიდება უფალს. მაგრამ მერე რა მოხდა? უფალმა აქაც გვასწავლა თამდაბლობა. ასეთ რამეს ეუბნება, არავის არ უთხრათო, რომ განკურნეთ. ესენი გამოვიდნენ და დაიწყეს მოყოლა, რომ უფალმა ისინი განკურნა. ანუ რწმენა გამოიჩინეს და მორჩილება არ გამოიჩინეს უფლისადმი. არადა უფალი ითხოვს მორჩილებას, აი ამათ უთხრა, არ თქვათო. აი ჩვენს ხშირად მოვდივარ და გვინდა რაღაცა და ვითხოვთ, ხან ზოგი 10 დაუჯდომეს კითხულობს და არა სრულდება ეს. მარტო თხოვნა არ არის. ვედრება კარგია, მაგრამ მორჩილება, უფლის ცნებების მორჩილება. რასაც უფალი ითხოვს, იმის შესრულება არ აწყობს ადამიანს. მაგრამ თვითონ რაც უნდა უფლისაგან, ის კი უფალმა უნდა შეუსრულოს. შეასრულე ის, რასაც უფალი შენგან ითხოვს და უფალი შეასრულებს შენ თხოვნას. აი ამაშია საქმე და მორჩილება ის კი არ არის, რომ ადამიანი მონათ აქციოს. ცოდვის მონობისგან რომ გადაარჩინოს ადამიანი. თავისი ნებით იცხოვრა ადამა და დაკარგა სასუფეველი. უფალს უნდა რომ ცნებებით იცხოვროს, რომ მონობისაგან იხსნას ადამიანი. რის მონა? აი დღეს სავსეა ეგრეთ წოდებული კაზინოები. და ადამიანი ვერინ თავისუფლებს თავს. მონა, გარბის, ოჯახები დაყოფა, დაენგრათ ოჯახები, სახკარი დაკარგეს. მაინც იქმედია. ლოთობა, საკუთარი ორგანიზმი დაინგრეს, უკვე გაყვითლებულები არიან, ღვიძლი ეშლებათ. მონა, მაინც ისევ სვავს. იგივე ნარკომანია, ლუდომანიაზე ვთქვი. აი ერთი ღერი სიგარეტი რო ავიღოთ, ვერ ანებებს თავს ადამიანი. იმიტომ რომ მონა დამონებულია. მის გარეშე არ შეუძლია. ღმერთის გარეშე შეუძლია. ცოდვის გარეშე არ შეუძლია. ნებისმიერი ცოდვა ავიღოთ.
ესე იგი უფალი სიტყვას და მცნებას თუ დაემორჩილა ადამიანი ბნებების მონობისაგან თავისუფლდება. ძალიან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ. აი ამაში არის საქმე, რომ ეხლა ის კი არ არის, რომ კომპიუტერი რაღაც მოხვიდე აქ ჩაწერო და პასუხი დაგიბრუნო. არა, ღმერთი ცოცხალი ღმერთია და ჩვენგან უნდა ცოცხალი ურთიერთობა მასთან. საკუთარი ძე გაწირა იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით. გოლგოთა დაუშვა საკუთარი ძისა, იმიტომ რომ ადამიანი ცოდვის მონობისაგან ეხსნა. და ეს ავანტყოფობებიც, ეს განსაცდელებიც იმიტომ არის, რომ ადამიანმა დაიმდაბლოს თავი. იმიტომ რომ ამ პარტავნებამ წალეკა ადამიანი, დაღუპა ადამიანი. სიმდაბლეა საჭირო. მაცხოვარმა სიკვდილის წინ რა გააკეთა? ფეხი დაბანა მათ შორის იუდას, 12 მოციქულს და მათ შორის იუდას, რომელიც იცოდა რა საშინლად მოექცეოდა და მისი გაყიდვის გამო როგორ ჯვარს აცავდნენ, შენერწყავდნენ, სახეში გაარტყავდნენ, დალურსმავდნენ, ეკლესიის გვირგვინს დაადგავდნენ, მაგრამ ფეხი დაბანა. სიმდაბლეა საჭირო, რომ ღვთისმადლი მოვიდეს, ღმერთმა მოგისმინოს. მორჩილებითა და მოთმინებით მოდის ეს. ხანდახან არის მენს ჩვენ ლოცვას, რომ გვასწავლოს მოთმინება და მორჩილება გვასწავლოს, იმიტომ რომ მომთმენს და მორჩილს ეძლევა დიდი სათნოება, რასაც ქვია თავმდაბლობა. აი ამაში არის საქმე. ადამიანი ვისგვანან ან დემონს გავს ადამიანი თავის ცხოვრებით, ან ხეთს გავს. და როგორ გავს აი ხეთს? მაგალითად, უფალი ამბობს ცნებაში, რომ არა კაცკლაო. და კაცის კულა ცუდი როა, ეს მხოლოდ ადამიანს ესვის. ხეთს არ ესმის. ხეთს მორალი არ აქვს. ესე იგი ადამიანს თუ შეუძლია სხვა ადამიანი მოკლას, იჯერ ხეთის დონეზეა. ხეთს მორალი არ აქვს. დღეს გაიხედა, ყოველდღე ვიღაცა ვიღაცას კლავს. ესე იგი დემონია, ადამიანის მდგომარეობა დემონურია, ან ხეთის მდგომარეობა. მე აი ამ მდგომარეობიდან უნდა ავიდეს ადამიანის მდგომარეობამდე, ადამიანის მდგომარეობიდან უნდა გადავიდეს ქრისტიანის მდგომარეობამდე და ქრისტიანი ანგელოზებრივ მდგომარეობაზე უნდა გადავიდეს. აი რამდენი საფეხურია გასავლელი ადამიანს, რომ სულიერი სიბრმავისაგან განიკურნოს. ეს იმიტომ ასე კი არ მოხდება, რომ 1000 ლოცვას წავიკითხავ. თუ ღვთის ცნებებს დაემორჩილება ადამიანი, მისი შვილიც გახდება, მისი ლოცვები შეისმინება. ეს ორი ბრმა ვერ დაემოწაფნენ უფალს, ვერ გაყვნენ, კი განიკურნენ ღმერთის მოწყალების გამო. ბევრჯერ არის შეგვისრულდება თხოვნა და მე ავიწყდება ღმერთი ადამიანი. და როცა დასჭირდება, ისევ მოდის, მე გაახსენდება ღმერთი. აი ამათაც დასჭირდათ ღმერთი, მაგრამ ის სიტყვას ფეხი დაადგეს. უფალი ამბობს, უფალი არ თქვათო და ამბობენ. ესე იგი ჩვენ რას გვასწავლის? ამით სახარება და უფალი, რომ ესე იგი მოწაფე ვერ გახდება უფლისა, როგორც ეს ბრმები ვერ გახდნენ უფლის მოწაფეები, რომელთაც არ აქვს ღვთის სიტყვის მორჩილება, რომელთაც არ აქვს სიმდაბლე. გული იმ ზღვრამდე უნდა მოვიდეს, რომ ცოდვას აღარ მიახლოს და ღმერთმა ინებოს, რომ მოგვანიჭოს ჩვენ ჭეშმარიტი თავმდაბლობა, ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი რწმენა მოგცეს უფალმა ღმერთმა. ამინ და ჩვენი სულიერი ბრმობა განიკურნოს. ავათა ხარ, ხო ეძახი მამაო ჩვენოში იყოს ნება შენიო. დაემორჩილე, შენი ხსნისათვის არის საჭირო, შენი გადარჩენისთვის არის საჭირო. ეს ცხოვრება იცით როგორ არის მოწყობილი, რომ ადამიანმა ჯვარი ატაროს, ვისაც არა აქვს ჯვარი და გოლგოთა, იმას არ აქვს აღდგომა. ვინმე მოკვდა და გარდაიცვალა, დაუხარე თავი. ადამიანიო მამამბი ამბობენ, იმ დროს გადისო, როცა ყველაზე ხელსაყრელია მისი ცხონებაო. ღვთის ნებაში ვერ ჩაერება ვერავინ. ანტონ დიდმა იკითხა, რომ რატოა უფალო, ზოგი ავანტყოფია, ზოგი ჯამთველია, ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბია, ზოგი დიდია, ზოგი პატარა, ზოგი ლამაზია, ზოგი მაკინჯია, ზოგი ბედნიერია, ზოგი უბედურია. ანტონი დიდი ეუბნება, დიდი სიტყვა რას ნიშნავს? ძალიან დიდი იყო.
და ანგელოზმა უთხრა უფალმა თქვაო ანტონიო შენ ამას ვერ ჩაწვდები ეს ღვთისგანგებულებაო ნუ გამოიძიება ამასო ეს რატო ხდება ღვთის გონს ადამიანი როგორ გაიგებს ორმოში პატარა თხრილში ზღვა ვერ მოთავსდება ამ პატარა გონებაში ღვთისგანგებულება ვერ დაეტევა დაემორჩილე უფალს თუ უძლურება თუ განსაცდელი მოვა ეს ცხონებისთვის კეთდება ამ წუთის სოფელში როგორმე იტვირთოს ეს ჯვარი რომ დაუსრულებელ სიხარულში შევიდეს და დაუსრულებელ სიხარულში ვერ შევა ადამიანი თუ არ შეუძლია როგორც უფალმა გვასწავლა ფეხი დაბანო სხვას ანუ რას ნიშნავს ფეხის დაბანა ადამიანს ემსახუროს ადამიანი შეიყვაროს ადამიანისთვის თავი გაწიროს დღეს საკუთარ ნათესავს არ მოიკითხავს ადამიანი ავათროა ადამიანის გულში ზოგს გულში მთელი სამყარო ეტევა და ზოგს გულში ოჯახის წევრებიც ვერ ეტევა ბოღმიანი და ესე იგი რაღაც გაბოროტებული ცხოვრობს ადამიანი უსიყვარულოდ ცხოვრობს უპატიოდ ცხოვრობს შეიძლება გაწყენინეს შეიძლება მე არ მოგეწონა მაგრამ უფალმა ჯვრიდან აპატია კაცობრიობას სიყვარულით უნდა იცხოვროთ რომ ის ბოღმა და ის ღვარძლი ისევ შენ შეგჭამს თამდაბლობა არ გექნება ყველაზე დაბლა უნდა დააყენო შენი თავი ამას ჩემ თავსაც ვეუბნები თქვენც გეუბნებით ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც უფალმა გვასწავლა რომ ფერხი დაბანა მოწაფეებს და გამყიდველ იუდასაც კი ტერი გიყვარდესო გითხრა და ამ ბრმებს უთხრა არ თქვათო და თქვეს ესე იგი მორჩილება გვასწავლა და ვინც მორჩილება არ გამოიჩინა ღვთის სიტყვისა მაშინ ის მოწაფე ვერ გახდა უფლისა ამ ბრმებმა ხორციელად დაინახეს მაგრამ სულიერად ბრმება დარჩნენ ისე ღმერთმა ინებოს თამდაბლობა შევიძინოთ და განვადიდოთ ჭეშმარიტი განდიდებით ღმერთი მამა ძედა სული წმინდა ამინ ღმერთმა დაგლოცოთ წყალობა გაგატანოთ გაგახაროთ თქვენა და საქართველო გაახაროს საქრისტიანო გაახაროს შეგახსენებთ რომ შაბათს არის ღირსთა მამათა ათონელთა იოანესი ექვთიმესი გაბრიელისა ათონის თაზე ქართველთა მონასტერი დიდმა იოანემ დაარსა მისზე იყო ექვთიმე და გაბრიელი დიდი სიწმინდე რომელმაც იარა წყალზე დაუჩოქა ზღვაზე ღვთისმშობელს და ხატი იპყრა ხელში და გამოაბრძანა პორტაიტის ღვთისმშობელს ოიძახიან კარის აი ჩვენი ტაძარი ვის სახელზეც არის აი მათი დიდება და ასევე დიდი ქართველისა ჩვენი დიდი წმინდანისა ფილიმონისა ქორიძესი რომელმაც დიდი ღვაწლი დაასდო საქართველოს ეკლესიას და ასევე ეკლესია განადიდებს ტრიხერუსად წოდებულ სამხელად წოდებულ ღვთისმშობელს და ამ ხატის შესახებ და ამ წმინდანთა შესახებ მოძღვარი გეტყვით წირვაზე და ასევე გითხრეს გთხოვეს რომ ესე იგი მოიხსენიოთ მსახურებაში ძალიან მომწონს რომ ხალხს ესე უყვარს და უხარია თავისი მიცვალებულების მოხსენება და ჩვენ აუცილებლად მოიხსენებთ წირვაზე ღმერთმა გაგახაროთ ჩვენთანაც ღმერთს